მოგესალმებით, პატრიცემელო მეგობრებო, ხო? გვასოს ხო, ფერებში, არსებული ფერებში უბრალოდ არ შეგვიშლება, ხო? ის თავს ავადენით, ოპა, ეს წკაპი. გავიგეთ ხო, ეს ხმა, ეს ნიშნავს იმას, რომ წყლის შევსება თან დარბილებული წყლის შევსება არსებულ მიმართულებაში დაგვემატა და დავამატეთ უბრალოდ წყლის დარბილება, ვინაიდან ხების მუნიციპალიტეტში ის არის საინტერესო, რომ კი ბატონო გამიკვირდა ფოტოშორის და ეს მისასალმებელია ყოველთვის სუფთა წყალი არის, ხო? Სადაც 2.5 წელია, ხო? Სადაც 3 წლის თავზე შეიძლება ითქვას თამამად, რომ არსებული ფილტრაცია უბრალოდ არსებულ რეზერვუარში წყალი სუფთა არის. ეს ნამდვილად სასიხარულოა და მისასალმებელი. ამიტომ არსებულ მიმართულებაში სიხისტე რა თქმა უნდა არსებულ მე მგონი მარტო აქ არ იქნება, ხო? ცხეთის მუნიციპალიტეტში გვაქვს სადაც 14-15 ეგრეთ წოდებული გერმანული სტანდარტით დეაში, ხო? ტესტირებას ვაკეთებ წყლისას და შესაბამისად მაგიტომაც თვითონ ნადები ხო ეგრეთ წოდებული სანტეხნიკური დეტალიზაციაზე ფურნიტურაზე ხო ამას მეკითხებიან რა არის სანტეხნიკური დეტალიზაცია ფურნიტურა აი ეს არის ხო ვაკვირდებით ხო აი ნადებები ვაკვირდებით ხო აი ეს ნადები განსაკუთრებულად აი აქ განსაკუთრებულად შავი ფერის დეტალიზაციაზე ეგრევე აღიქმება გადამეტებული სიხისტე ხო კალცი აღიბეჭდება ამიტომ აისახა არსებული ოპცია ხო არსებული დევაისი რასაც ქვია წყლის დამარბილებელი ხოლო კოლონარული დარბილება ეგრეთ წოდებული კრისტალიზებული მარილით არსებულ ბუნკერში ეს წყალი არის მოთავსებული და ვაკვირდებით ხო გახსნილი ეგრეთ წოდებული იოდიზირებული მარილი ხო იოდირებული ფოსფორატ პრინციპში მარილი რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას რომ შიგთავს ეგრეთ წოდებული ფის შიგთავსი ამ არსებულ კოლონაში არის სპეციფიკური დამარბილებელი ფისი არსებობს კომპლონარული ხო ეგრეთ წოდებული კომპლექსური უკვე დარბილება პლუს აბიჟელეზოვანი ანუ რკინა ნარევის მოშორებასაც მაგრამ არსებულ პრინციპში მიმართულებაში როცა არის ქსელური წყალი საკმარისი არის დარბილება ჩვენი ოპციაა ვიმივიღებთ ყოველთვის სუფთა წყალს უკვე ოპცია ეს გვახსოვს ხო სიშეული ტომბო უკვე ისიღებს მონაწილეობას არსებული უკვე რეზერვუარიდან და ყოველთვის გვაქვს მუდმივი ჭავლი გაფილტრული წყალი დარბილებული წყალი რატომაც არა ხო არსებულ მიმართულებაში ელექტროობა ცოტა აბდაობდა ქონა დატოვებული და ამასაც უკვე ივახციე როგორც ყოველთვის და ამასობაში ხო ჰომიძე ჩემოთხოვნილების შესაბამისად ყოველთვის უნდა შეასრულოთ ხოლმე ხო ვიც მე მომისმენა ყველა უმაღლესი მოეწყო აი ხო არჯობია ხო პირველი მეორე მესამე მეოთხე მეხუთე მეექვსე მე7 გაწერილი არის ნუმერაციით სურათი გადაღებული და ჩაგდებული დამკვეთის არსებული სურათით, რომლითაც უკვე იცის, რომ პირველი არის ეგრეთ წოდებული წრის ნასოსი, მეორე არის პირველი სართულის, მესამე არის აუზის, მეოთხე არის ხო, ზეპირათა შეგვიძლია დავამახსოვროთ, მეოთხე არის ცხელი წყალი, ანუ შესაბამისად ბოილერი, მეხუთე არის რეცირკულაცია, თქვენაზე ნიშნავს ეს იმას, რომ ცხელი წყალს როცა გავხსნით ხო, ყველაზე და რა მხოლოდ პრინციპში ყველაზე შორტ წერტილზე, ნებისმიერ წერტილზე ცხელი წყალი გვაქვს ეგრევე, კლაპანი ხო, ელექტრონული კლაპანი რომელიც აი რეზერვუარში ხო ეს არის ამის შევსების რეგულაცია ხო თვითონ ჩაყოფილი და აისო აიკეტა სიშვილი ტომბო აკვირდებით ახლა ეს პატრიცემული მუშაობაში არის და მშვენიერი დევაისია კიდე ეს გაითვალისწინეთ თუ გინდა მუდმივი ჭავლი ამასობაში სტაბილური ჭავლი და 4 წერტილზე თანაბრად მოხმარების სტატუსით ქსელური წყლიდან ამას მე ვერ მივიღებ ხო განსაკუთრებულად ზაფხულის რეჟიმში ამიტომ სიშვილი ტომბო რატომაც არა ჯერ ესეთი ეკონომიური არის და ყოველთვის გვაქვს ფიქსირებული ჭავლით ხო მუდმივი ხარჯით აი ეს ხო რომ ამას როგორც ყოველთვის ვიზახი ხოლმე ხო ცხელი წყლის ეგრეთ წოდებული უკვე დაცვა ფეთქებადი კლაპანი რომელიც თქვენს ენაზე ნიშნავს რომ როცა არსებულ კოლბაში დავინახავთ წყალს დროა მომესახუროთ არსებულ საფართოების უკვე ცხელი წყლის მომზადებისთვის ორი ორგონტურიანი ქვაბი გვაქვს შესაბამისად ხო აქ სხვა გამოსავალი არ არის როცა ორგონტურიანი ქვაბები გვაქვს ამასობაში ერთი მაინც რო ყოფილიყო ერთგონტურიანი კიდე შეგვეძლო მოგოთვინერებიან ბოილერი ამიტომ მისივე ნასოსი ეს არსებული ეგრეთ წოდებული უკვე ნასოსი გვიმზადებს ცხელ წყალს ეგრეთ წოდებული თერმოსტატით ხო ავიდა 60 გრადუსზე 60 გრადუსი უკვე სანიტარული თვალსაზრისით ნორმირებული არის ვინაიდან არ გაშდეს ეგრეთ წოდებული ლეგიონელა ცხელ წყალში ბოილერში ამით გავაფუჭებთ ჩვენ ბოილერს მაგრამ შესაბამისად არსებულ მიმართულებასაც იცავს ეგრეთ წოდებული მაგნიუმის ანოდი რომელსაც ვაფიქსირებთ აი ესეთი სახით პრინციპში და ვაკვირდებით რომ უკვე დროის განმავლობაში ის იჭმევა ხო იფიტება ამიტომ ეს ფოტოშორის შესასვლელიც არის ცოტა ხანში ხო ვინაიდან უკვე მწვანე ზონაში უნდა იყოფებოდეს აი ხო კიდე მრავალჯერ ხო უტილიზაცია არსებული ნებისმიერი ჩვენი სისტემების ეს არის ჩვენთვის ავი 2-4 ამიტომ ყოველთვის ემატება არ აკლდება სისტემის ყოველთვის უნდა მოემატოს ამასობაში კიდე ძალიან კაი იქნებოდა მართვა არსებული სისტემის და ამასობაში დამკვეთის ახლო მომავალში მე მგონი ამასაც ხო რა ვიცი
Წამაგარი მithumetes როცა გვაქვს ორი ქვაბი, ამასობაში ვაკვირდებით ხო, ორი ქვაბი, გინა ერთი ჩავთოთ, გინა ორი. ტელეფონის რეჟიმით. ნებისმიერი ნასვერის ჩართვა შეგვიძლია ამასობაში უკვე ტელეფონის რეჟიმით, ეს სასახული მქონა, ხო? და ამასობაში ეს 21 საუკუნეში მხოლოდ შეგმატებთ კომფორტს, თუნდაც ავტომატიური შევსებით სისტემის. ამასობაში კიდე ფილტრები აქვს იმ სურათის სახითაც მედო ხო, ახლა არსებული საქვაბია მხოლოდ ჩვენ უკვე კორექტირებით და სამწუხაროდ იზმილები უკვე ჩაბარდა ისტორიას, ვინაიდან უკვე იატაკში არის მოქცეული, როგორც ისევე ეს ბეტონში გადის უკვე და საქვაბები აიქაა, ამოდის აი აქ და ესე არის გაგრძელებული მთლიან ფარში. ამიტომ შესაბამისად აი ეს ჭუჭყი რო გიკვრის ხოლმე საიდან ისახება, არსებული მიმართულებაში რასაც ქვია უკვე არსებული საქვაბის კი ბატონო არის ეგრეთ წოდებული სტაბილიზირებული მილით, ალუმინის შრით, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ის რაცაა ჩაყოლებული იატაკ ქვეშ, ის იმით დაიცვას. ამიტომ ყოველთვის მოხდება პროცესი, რასაც ქვია დიფუზია. ამას ხო გიკვირდეთ გინდათ, არა ყოველთვის მივიღებთ შლამს სისტემაში, სამწუხაროდ ეს ასეა, მინამოჭკოს მილები არ უნდა გამოიყენოთ გათბობის სისტემებში. ერთადერთი წიდე არაუშავს გამოსავალი გვექნება, რა ვიცი, აი ეს იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინოთ ხო, ამას ხო ისტორია შაბარდა ხო არ მოიგრევა. ამასობაში ამის გამოსავალი ერთადერთი არის ეგრეთ წოდებული დიშლამატორი დიაერატორი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ავტომატიური ჰაერის გამოშვება, სხვადასხვა ეს ოფიციალურად ძალიან ბევრს გეშლება. ეს არის ავტომატიური ჰაერის და არა ჟანგბადი. ჟანგბადი წყალში ყოველთვის არის. გარეული, ამიტომ ის ზუსტად ის დიშლამატორი და დიაერატორი ნიშნავს იმას, რომ სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც ეგრეთ წოდებული შიგთავსი ხო, ეგრეთ წოდებული პლასტინების ხარჯზე გარდაქმნის ბუშტულები ამოდის ზემოდან სკდება, ანუ ის ესეთი სახით აცლის არსებული წყლის სისტემაში, გათბობის სისტემაში უბრალოდ წყალს ჟანგბადს. აი ამ ჟანგბადის გამოსვლას როცა განახორციელებთ მთლიანად, მაგრამ ამას უბაში მუდმივად იკვებება, ხო? აი ამას ნიშნავს, როცა კი ჟანგბადს ამოვაცვით, მაგრამ არსებული მილიდან ვერ შევა, ვერ მოხდება დიფუზია, მაგრამ არსებული მილებიდან რაცაა უკვე ჩაყოლებული, აი ეს სუყველა, ხო? იქიდან უკვე შევა, ვინაიდან ის არაა დაცული შრით. ეგრეთ წოდებული ალუმინით ერთადერთი არის ალუმინი და კი ბატონო ეს ბჭყალებში რაღაცა კიდე, მაგრამ მე თუ შემეკითხებით ეს რაღაცა ვაივაგლახის სავარაუდო დონეზე არის, ხო, ეგრეთ წოდებული E4 შრით, როცა მილები არის განსაკუთრებულად იატაკის გათბობის მილები, ეგრეთ წოდებული შრე, ვითომ ნატანებული, ეგრეთ წოდებული სპირტიანი, ხო, რაღაცა სპირტნარევი ეგრეთ წოდებული მასა არის, ვითომ, ხო, მილის გარშემო, რომელიც იცავს ჟანგბადის შერწევისგან. ამასობაში რაღაცა ეს მინიმუმ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ხო, მე რა ვიცი მინახია მე პრინციპში რომ ის არაფერს არ იცავს. ერთადერთი მასალა არის ეს არის ალუმინი, რომელიც 100%-იან გარანტირებულად არ განახორციელებს ეგრეთ წოდებულ დიფუზიას და ვერ მოხდება ხო ატმოსფერული წნევის შეხცევა. წარმოიდგინეთ ხო ბერს უკვის არანაირად უნდა შევიდეს თუ შეედის იგივენად ჩვენს სუნთქავთ. ამიტომ უნდა ეცადოთ არა ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული ალუმინის შრით არმირებული მილები. ხო აი ხა რამდენი განხრები გვაქვს ხოლმე ხო როგორც ყოველთვის კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრამდე.